Ay, qué bien. Oh, vamos. 2 აგვისტოს კუბაზე ელექტროქსელი კვლავ გამოვიდა მწყობრიდან, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. კარიბის ზღვის კუნძულზე კვლავ ნავთობის დეფიციტია, რაც ენერგეტიკულ, სამედიცინო და ეკონომიკურ კრიზისს კიდევ უფრო აღრმავებს. ჰავანის ელექტროქსელი ძალიან ძველია, ამას ემატება შეერთებული შტატების ენერგეტიკული ემბარგო, რომელიც კუბას იანვარში ვენესუელაში ვაშინგტონის სამხედრო ოპერაციის შემდეგ დაუწესდა. შესაბამისად შეჩერდა საწვავის რეგულარული მიწოდება ვენესუელიდან, საიდანაც კუბაში ნავთობი შემოდიოდა. სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ განაცხადა, რომ ეროვნული ელექტროსისტემა სრულად გაითიშა. ქვეყანა მათ შორის დედაქალაქი სრულად ჩაბნელდა. ეს ელექტროქსელი სრული ჩავარდნის სერიის მხოლოდ ბოლო შემთხვევაა, რადგან სულ რაღაც 1 დღით ადრე ქვეყნის დასავლეთი ნაწილის სიბნელე მოიცვა. ელექტროენერგიის გათიშვამ ნორმალური ცხოვრება თითქმის შეუძლებელი გახადა. ყოველი გათიშვის დროს წყლის მარაგიც მცირდება და გამაგრილებელი სისტემებით შეფერხებულად მუშაობს. ეს დამატებითი პრობლემაა საზოგადოებისთვის, რომელიც მიჩვეულია გაჭირვებას, თუმცა უკვე გაუსაძლისია რამდენიმე თვიანი კრიზისი, რომლის დასასრული ჯერ არ ჩანს.